ქართული ოცნება ისევ საჯარო მოხელეებისა და მოძალადე მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობს. კახა კალაძე სწორედ ასეთი პირების გარემოც თვით მივიდა მის მიერვე ორგანიზებული საახალწლო სოფლის დასათვალიერებლად. თბილისის მერი და მისი მხარდამჭერები დედაენის ბაღში და ორბელიანის მოედაზე შეიკრიბნენ და ზეიმის იმიტირებას ცდილობდნენ. პარალელურად ქართული ოცნების ტიტუშკებმა ადგილზე მისულ ჟურნალისტებთან კონფლიქტის პროვოცირებას სცადეს. საჯარო მოხელეები, რომლებიც ცარიელ საახალწლო სოფლებში ძალით მიიყვანეს, მედიას მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. ჩვენ ჟურნალისტი ირაკლი ბახტაძე შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში და დეტალურად გვეტყვის თუ რა მოხდა კახა კალაძის მიერ ორგანიზებულ საახალწლო სოფელში. იმიტირებული საახალწლო ზეიმი და საჯარო მოხელეებისა და ეგრეთ წოდებული ტიტუშკების განსაკუთრებული მობილიზება დედაქალაქის ქუჩებში, იქ სადაც დღეს ქალაქის მერმა გადაწყვიტა საახალწლო ღონისძიებების დათვალიერება. ქალაქის მერმა ვერ გაბედა ორბელიანის მოედანზე და დედაენის ბაღში ტიტუშკებისა და საჯარო მოხელეების გარეშე მოსულიყო, რადგან დედაქალაქის მერი ხედავდა ამ დღეების განმავლობაში, რომ მოქალაქეები ამ ტერიტორიაზე არ მოდიოდნენ და ქალაქის მერმა ჩვენ ინფორმაციით გასცა ბრძანება, რომ საჯარო უწყებებში დასაქმებული პირები მოსულიყვნენ დედაქალაქის სოფლებში, იქ სადაც 7 საათზე კახა კალაძე უნდა მოსულიყო. ეს ინფორმაცია ჩვენ არ გქონდა, პრესსამსახურს არ გავრცელებია ინფორმაცია, რომ დედაქალაქის მერი საახალწლო სოფლის დათვალიერებას აპირებდა. ჩვენ კონფიდენციალურმა წყარომ თბილისის მერიიდან მოგვაწოდა ეს ინფორმაცია. მხოლოდ და მხოლოდ სამთავრობო მედიის ჟურნალისტები იყვნენ ამ ტერიტორიაზე და ბუნებრივია ეგრეთ წოდებული ტიტუშკები, რომლებიც შავებში ჩაცმული პირები იყვნენ და ქუჩა-ქუჩა დაყვებოდნენ დედაქალაქის მერს, განსაკუთრებული აგრესიით მოირჩეოდნენ მედიის წარმომადგენლების მისამართით, იმ ადამიანების მისამართით, რომლებიც კრიტიკული კითხვებისთვის ვიყავით მზად დედაქალაქის მერისთვის. ჩვენ შევძელით ნაწილის იდენტიფიცირება, რომლებიც თავს დაგვესხნენ, არ მოგწეს შესაძლებლობა ქალაქის მერთან კითხვების დასმით და საჯარო მოხელეები და განსაკუთრებულად ის პირები, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში და ამ პერიოდის განმავლობაში ქალაქის მერს და ქართული ოცნების წევრებს ეხმარებიან მოქალაქეების ცემაში და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან, სწორედ ეს პირები იყვნენ დღესაც დედაქალაქის საახალწლო სოფელში. ჩვენ შევძელით რამდენიმე პირის იდენტიფიცირება, თუმცა მანამდე სანამ ამ ადამიანებზე მოგიყვებით, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მერმა დღეს თითქმის ყველა სიპის და აიპის თანამშრომელი მოაბილიზდა, აქ დღეს ბავშვები არ არიან, მხოლოდ და მხოლოდ შავებში ჩაცმული ზონდერ და ჯგუფების წარმომადგენლები და საჯარო მოხელეებით არის დედაენის ბაღი და ორბელიანის მოედანი სავსე. ნიკოლოზ მელიქიშვილი, ეს არის ერთ-ერთი პირი, რომელიც დღესაც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. ის არის ქართული ოცნების ერთ-ერთი გულმხურვალი მხარდამჭერი, რომელიც ხელს გვიშლიდა მედიის წარმომადგენლებს მუშაობაში. მისი სახელი და გვარი არაერთ ხმაურიან საქმეში ფიგურირებს. მაშინაც კი, როდესაც ირაკლი კობახიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა და სტუდენტები მას პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტის ეზოში ხვდებოდნენ, სწორედ ნიკოლოზ მელიქიშვილი იყო ის პირი, რომელიც მოქალაქეებს, სტუდენტებს ქუჩა-ქუჩა დაძდევდა და სცემდა. მიუხედავად ამისა, ნიკოლოზ მელიქიშვილი საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე გამოკითხვაზე ფორმალურადაც კი არ ყავს დაბარებული. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როდესაც ეს დაპირისპირება ხდებოდა, აქ სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება იყო, თუმცა მათ არაფერი გაუკეთებიათ იმისათვის, რომ ჩვენ მედიის წარმომადგენლებს უსაფრთხოდ გვეგზნო თავი. პრინციპში ამ დაპირისპირებას დედაქალაქის მერიც და მისი თანამშრომლებიც უყურებდნენ, თუმცა მათაც სამართალდამცველების მსგავსად რეაგირება არ ქონიათ. კიდევ ერთი პირი, ვისი იდენტიფიცირება ჩვენ შევძელით, ეს არის გიორგი პაპიძე. არსებული ინფორმაციით ის მუშაობს ქალაქის მერიაში, ისიც ნიკოლოზ მელიქიშვილის მსგავსად განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა და დედაქალაქის მერმა დღესაც ვერ გაბედა დედაქალაქის ქუჩებში გამოსვლა ზონდერ დაჯგუფებებისა და საჯარო მოხელეების გარეშე. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ გქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები და სიპებში და აიპებში დასაქმებული პირები გააფრთხილეს, რომ ზუსტად 7 საათზე უნდა ყოფილიყვნენ ორბელიანის მოედანზე, იქ სადაც დედაქალაქის მერი მიდიოდა და სწორედ ასეც მოხდა. დედაქალაქის მერის გამოჩენის პარალელურად აქ ხანდაზმული ბავშვები მოვიდნენ, ვითომ და საახალწლო სოფლის დასათვალიერებლად და ეს ყველაფერი დაპირისპირებით დასრულდა, რადგან ზონდერ დაჯგუფებებმა კრიტიკული მედიის წარმომადგენლების დანახვა არ მოეწონათ. ეს წამი ხელი გაციე და წესიერად ილაპარაკე. მე ვიმძანდებით, ერთი წამი ვიმძანდებით, ერთი წამი რანაირად ლაპარაკე. როგორ ბედა ოპერატორი. ხელი გაწია. როგორ ბედა. ერთი წამი. ხელი გაუშვი. სახეს რატომ ნანუკას ხელი.
უკაცრავად ვიმბრძანდებ. ანუ ვინ მოგიყვანათ აქ? თქვენ ესე თანხას გიხდიან და მოდი ხართ რომ მოქალაქეები. ცემოთ თუ ვისთვის ხართ აქ მოსული. გუშინ ჩვენ ორბელიანის მოედანზე ვიმყოფებით, იქ სადაც თითქოს კახაკავაძემ საახალწლო დღესასწაული შექმნა და მაყურებელმა კარგად იცის თუ რა მდგომარეობა იყო გუშინ ორბელიანის მოედანზე, იქ მოქალაქეები ფაქტობრივად არ იყვნენ და ყველა ატრაქციონი, რომელიც ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი, იყო ცარიელი. როგორც ჩანს, დედაქალაქის მერმა ჩვენ მიერ გადაღებული კადრები ნახა და იმის საპირისპიროდ, რომ ნამდვილად არის ახლა სადღესასწაულო განწყობა დედაქალაქში, დღეს გადაწყვიტა, რომ ქუჩაში გამოსულიყო, ოღონდ ქუჩაში გამოვიდა საჯარო მოხელებისა და ტიტუშკების თანდასწრებით. კახაკავაძეს ბუნებრივია ვკითხეთ, რა საჭირო იყო საჯარო მოხელეების მობილიზება და რა საკურველია კახაკავაძე დედაქალაქის მერი გამორიცხავს იმას, რომ აქ სამართალდამცველი, უпростоრეთ საჯარო მოხელებისა და ტიტუშკების მობილიზება იყო. ვაჩვენეთ კადრებით, სადაც მე თვითონ გადავაადგილდები ორბელიანის მოედანზე, სადაც მოქალაქეები საერთოდაც არ არიან, თუმცა კახაკავაძე ამტკიცებს, რომ 11 საათის შემდგომ არის ეს კადრები გადაღებული, თუმცა კადრები ნამდვილად 9:30-ზეა გადაღებული, როდესაც დედაქალაქის მერიის თანამშრომლები იყვნენ მიმდებარე ტერიტორიაზე, არ იყვნენ არც ბავშვები და არც საჯარო მოხელეები. დღეს კახაკავაძემ ქუჩაში გამოიყვანა ყველა ის პირი, რომელსაც შეეძლო მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა და ის საჯარო მოხელეები, რომელთა დაშინებაც ჯერ ისევ შეუძლიათ. თუ ხართ კმაყოფილი ხანდაზმული პირების რაოდენობით, იმიტომ რომ ნახეთ ჩვენ გადავიღეთ გუშინ კადრები, არ ვიცი თქვენ ნახეთ თუ არა, ამ დღეების განმავლობაში აი ასეთი ვითარება არის ამ ტერიტორიაზე და დღეს ბავშვებს აქ ნაკლებად ვნახავთ სამწუხაროდ. ნუ კადრებს რასაც თქვენ აჩვენებთ, რა თქმა უნდა, როდესაც მთავრდება ღონისძიება მთელი ღამე. ბატონო კახა, ეს არის 9:30-ზე გადაღებული. მე თქვენ ხო არ გიშლიდით, თუ არ ვწდებით 11 საათზე მთავრდება ყველა ტიპის ღონისძიება, თუმცა მთელი დღის განმავლობაში დღის ნებისმიერ დროს არის სხვადასხვა სახეობის გართობა, ნებისმიერ ასაკის ადამიანს შეუძლია მოვიდეს. უბრალოდ სხვა რაღაცა გითხეთ, მე ნახეთ გუშინ გადაღებული კადრები არის 9:30-ზე გადაღებული. დაახლოებით ის დროა, რაც ეხლა ჩვენ აქ ვიმყოფებით. და ამ დროს არ იყო ნახეთ ჩვენ მოგწერეს საჯარო მოხელეებმა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა, რომ მათი ხელმძღვანელები თხოვდნენ, რომ მოსულიყვნენ ამ ღონისძიებას. თქვენ შეიძლება მიმტკიცოთ, რომ ეს არის გადაღებული 8 საათზე, მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის გადაღებული მოგვიანებით, როდესაც სოფელი დაიხურა, ამას არსებით მნიშვნელობა არ აქვს. საშობაო სოფელი არის გახსნილი, ნებისმიერ ადამიანს, როგორც თქვენ, ნებისმიერ ადამიანს განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა შეუძლია მობრძანდეს, ჩვენ არ ვყოფს საზოგადოებას. საჯარო მოხელეების განსაკუთრებული მობილიზება სიპები და აიპები, ზონდერ და აჯგუფების წევრები და შავებში ჩაცმული ხანდაზმული ბავშვები, რომლებიც თითქოს და საახალწლო სოფლის დასათვალიერებლად მოვიდნენ დედაქალაქის მერთან ერთად, მიუხედავად ძალადობრივი ფაქტებს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ასეულობით თანამშრომელი საკუთარი თვალით აკვირდებოდა, არც ერთი პირი არც კი გაუყვანიათ ამ ტერიტორიიდან, განრიდებაც კი არ მომხდარა ამ მოქალაქეების, როგორც ჩანს, არ არსებობს არანაირი პოლიტიკური ნება, რომ მოხდეს იმ ადამიანების ფორმალურად დაკავება მაინც, რომლებიც ამ ძალადობრივ ქმედებებს ჯგუფურად ჩადიან. ჩვენ უკვე მოვახდინეთ იდენტიფიცირება ამ ადამიანების და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან თუ იქნება პოლიტიკური ნება, ასეთ შემთხვევაში ფორმალურად მაინც უნდა მოხდეს ამ პირების იდენტიფიცირება, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ეს პირები, რომლებიც უკვე ჩვენ ვახსენეთ და რომელთა იდენტიფიცირებაც უკვე მოვახდინეთ, არაერთხელ არიან მხილებულები ჯგუფურ ძალადობაში და ამ დრომდე არც ერთი პირი შესაბამის პასუხისგებაში მიცემული არ არის.